შენი სხეული შიგნიდან იხჩობა. სითხე ავსებს შენს ფილტვებს. შენი გული ისე ძლიერ ცემს, გონია რომ ნებისმიერ წამს გაჩერდება. ეს გრიპივით იწყება. და ესაა პრობლემა, რომელსაც უმეტესობა ვერ აცნობიერებს, სანამ უკვე ძალიან გვიან არ იქნება. ეხლა ექიმებიც კი დარწმუნებულები არ არიან, რომ ღამეს გადაიტან. ეს ყველაფერი ვირუსის გამო, რომელიც არც კი იცოდი, რომ დასვენებისას შეგეყარე. აი ესე გამოიყურება სინამდვილეში ხანტავირუსი თავადყოფნა. პირველი დღე. რთული და დამღლელი, რამდენიმე თვე იყო. სამსახურისა და ყოველდღიური ცხოვრების სტრესი, ორების სტრესი შენზე მოქმედებს. ამიტომ, როცა შენს კოტეჯში ჩადეხარ ველურ ბუნებაში, ეს იდეალურად გეჩვენება. მილიონობით მილის დაშორებით ქალაქის ხმაურისა და ბრბოსგან. და სწორედ მაშინ ხვდები, რომ ეს ადგილი უფრო პრიმიტიულია, ვიდრე განცხადება შეეწერა. აქ უკვე თვეებია არავინ ყოფილა. მთვერი ფარავს ყველა ზედაპირს და კუთხეებში აბლაბუდებია. და სამზარეულოს ზედაპირებზე მიმოფანტულია პატარა ყავისფერი მარცვლები, რომლებიც თითქმის ბრინჯის მარცვლებს გავს. თაგვის განავალი. იღებ აქანდას და იწყებ დაალაგებას. სრულიად გაუცნობიერებლად, რომ ახლა ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, რომელმაც შეიძლება მოკლას. რადგან შენი ეს განმარტოებული დასვენება მალე ბიოლოგიურ კოშმარად გადაიქცევ. პატარა მარცვლები, რომლებიც შენს ქოხში იყო მიმოფანტული, აღმოსავლეთ ირემის თაგუმა დატოვა, რომელიც სინ-ნომბრე ვირუსს ატარებდა. ეს ერთ-ერთი იმ სასიკვდილო ჰანტავირუსთაგანია, რომლებიც მრღნელების საშუალებით ვრცელდება. და ახლა შენ საფრთხის ზონაში ხარ. ირემის თაგში ვირუსი სინამდვილეში არ ეჭვს არანაირ სიმპტომს ან დისკომფორტს. თაგვი ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას, სრულიად გაუცნობიერებლად, რომ მის ხელში ვირუსს ატარებს. ყოველ ჯერზე, როცა ის შარდავს ან განავალს ტოვებს, მიკროსკოპული ვირუსული ნაწილაკები გარემოში ვრცელდება. სწორედ ეს მოხდა აქაც. ქოხში ხეტიალის შემდეგ თაგმა ინფიცირებული ნარჩენები დატოვა. დროის განმავლობაში ეს ნარჩენები გამოშრა, მაგრამ ვირუსი გადარჩა და ელოდა ახალ მასპინძელში მოხვედრის შანსს. თქვენში. როცა განავალს აფერთქებთ, თქვენ უნებლიეთ ვირუს ჰაერში, უხილავი მტვრის ღრუბელში ავრცელებთ. ამ პროცესს აეროზოლიზაცია ეწოდება და ეს მაშინ ხდება, როცა ფიზიკური ნივთიერება მიკროსკოპულ ნაწილაკებად გარდაიქმნება, რომლებიც ჰაერში ადიან და იქ საკმარისად დიდხანს რჩებიან, რომ თქვენს ფილტვებში შეაღწიონ. ვირუსი ოფიციალურად შენობაშია შესული, მაგრამ თქვენ ეს ჯერ არ იცით. სინამდვილეში ამას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვერ გაიგებთ. მეორე დღე. განსხვავებით ჩვეულებრივი გაციების ან გრიპისგან, რომლებსაც შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდი აქვთ, ჰანტავირუსი უფრო ფარულად მოქმედებს. მილიონობით ვირუსული ნაწილაკი თქვენს ორგანიზმშია შესული. ისინი იმდენად პატარაა, რომ თქვენი სასუნთქი სისტემის პირველდან ცავ-ხაზს, ცხვირსა და ყელს გვერდსულიან. ამის ნაცვლად ისინი მთლიანად ფილტვებამდე აღწევენ, რათა თავიანთ მთავარ სამიზნეებს, ენდოთელურ უჯრედებს მიაღწიონ. ეს უჯრედები თქვენს ხელში ყველა სისხლძარღვსა და ლიმფურ ძარღვშია განლაგებული, მათაც შორის არტერიებში, ვენებსა და კაპილარებში. ისინი ფაქტობრივად ქმნიან ბარიერს თქვენს სისხლსა და გარშემო არსებულ ქსოვილს თლას შორის. მაგრამ ჰანტავირუსები ამ უჯრედებს შესაძლებლობად აღიქვამენ როგორც სრულყოფილი არახს, რომელიც ეხმარებათ მთელ თქვენს ორგანიზმში გავრცელებაში. ამიტომ, სანამ თქვენ დაკავებული ხართ და ისვენებთ შაბათ-კვირას, უხმომკვლელი იპარება თქვენს სასუნთქ სისტემაში. მისი მისია, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, თანაც ისე რომ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი. ამ დროისთვის სხვა ვირუსები უკვე იქნებოდნენ აღმოჩენილი და თქვენ შეიძლება უკვე გრძნობდეთ პირველ სიმპტომებს, მაგრამ არა ჰანტავირუსის შემთხვევაში, ის არ ანადგურებს თქვენს უჯრედებს მაშინვე. ამის ნაცვლად ის იყენებს პროცესს, რომელსაც არალიტიკური ინფექცია ეწოდება. ეს გულისხმობს ვირუსის მიერთებას უჯრედზე, მის შეჭრას, მაგრამ უჯრედის ფაქტობრივად განადგურების გარეშე. ამის წყალობით ჰანტავირუსს შეუძლია გავრცელდეს ისე, რომ არ შეცვალოს თქვენი სხეულის იმუნური სისტემა და არ გამოიწვიოს ანთებითი რეაქცია. მესამე დღეა, დროა სახლში დაბრუნდეთ. განახლებული და მზად ოფნაში, რომ ისევ ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ალაგეთ ნივთებს და იწყებთ გზას ქალაქისკენ. ჯერ კიდევ თავს შესანიშნავად გრძნობთ, უფრო მეტიც მშვენივრად. დასვენება რაც გჭირდებოდათ უკვე მიიღეთ. მოუთმენლად ელით სამსახურში დაბრუნებას, რომ კოლეგებს ყველაფერი მოუყვეთ. მაგრამ თქვენს ფილტვებში ამასობაში ვირუსი ექსპონენციალური სიჩქარით მრავლდება. უფრო და უფრო მეტ ენდოთელურ უჯრედს თავს ესხმიან და ინფიცირებენ, რაც ჰანტავირუსის უჯრედებს საშუალებას აძლევს თქვენს სისხლში შეაღწიონ და კიდევ უფრო მეტი შიდა ორგანო დაინფიცირონ. მეოთხე დღე. ამ დროისთვის ვირუსი მხოლოდ ერთ მისიაზეა კონცენტრირებული, საკუთარი თავის გამრავლებასა და რაც შეიძლება შორსა და ფართოდ გავრცელებაზე. უფრო და უფრო მეტად თქვენი სისხლძარღვთა სისტემა ემორჩილება მისზე მოქმედებას. ის აღწევს და ვრცელდება თქვენი კაპილარებისა და სხვა სისხლძარღვების გავლით, ძირითადად ფილტვებში. მაგრამ ის ასევე იკვლევს სხვა უბნებსაც, მაგალითად გულს და თუნდაც თქვენს თირკმელებს. ეხლა თქვენს ორგანიზმში იმდენი ვირიონია, რომ თქვენი იმუნური სისტემის მზვერავებს, დენდრიტულ უჯრედებს უკვე უნდა შეემჩნიათ, რომ რაღაც არასწორადაა. მაგრამ ჰანტავირუსი განვითარდა, მას მოახერხა მათი მოტყუება. მას აქვს რამდენიმე გზა, რომ დამალული დარჩეს. ის ერევა იმ სიგნალებში, რომელსაც თქვენი იმუნური სისტემა იყენებს ინფიცირებული უჯრედების გამოსავლენად და ასევე არიწევს ძლიერ ანთებით რეაქციას. ამავე დროს ის იწვევს შედარებით მცირე დაზიანებას, რაც საშუალებას აძლევს ჩუმად გავრცელდეს თქვენს ორგანიზმში, მანამ სანამ სიმპტომები მძაფრი გახდება. მეხუთე მეშვიდე დღეები. თუ ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექცია იქნებოდა, ამ დროისთვის უკვე გეცოდინებოდათ ამის შესახებ. გექნებოდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, სიცხე და ცხვირიდან გამონადენი.
ჰანტავირუსი არ არის ჩვეულებრივი ინფექცია. ინკუბაციის პირველი კვირის დარჩენილი დღეები ჩვეულებრივად გადის. მიდიხართ სპორტდარბაზში, მეგობრებთან ერთად ატარებთ დროს, აკეთებთ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ აკეთებდით. უბრუნდებით თქვენს ჩვეულებრივ ჩვევებსა და რუტინას. ამ დროს ვირუსი წარმოუდგენელი სისწრაფით ვრცელდება. თქვენი ორგანიზმი აფსებს თქვენ სისტემას იმუნური უჯრედების არმიით, რომლებიც მხოლოდ ბრძანებას ელოდებიან, რომ შეტევა დაიწყონ. ინფექციის ფარული ფაზა დასასრულს უახლოვდება, რადგან ვირუსული ერნემის რაოდენობა თქვენს ორგანიზმში განაგრძობს ზრდას. მეორე კვირა. შტამისა და პაციენტის მიხედვით, ჰანტავირუსის ინკუბაციის პერიოდი შეიძლება კონდეს 1 კვირიდან 8 კვირამდე. ასე რომ, როცა მეორე კვირა გადის, თქვენ რჩებით იმ ტკბილ უცოდინარობაში, ჯერ კიდევ სრულიად გაუცნობიერებლად, რომ თქვენ შიგნით რაღაცა ცუდი გროვდება. არც თავის ტკივილი, არც გულისრევა, არც დაღლილობა, არც რაიმე ნიშანი იმისა, რომ რამე არასწორადაა. მაგრამ სანამ ჩვეულებრივ ცხოვრებას აგრძელებთ, თქვენი სხეულის იმუნური სისტემა საფრთხეს აღიქვამს. მან გააცნობიერა, რომ რაღაც არასწორადაა და პასუხისთვის ემზადება. ეს პასუხი მოდის T უჯრედების მასიური დაგროვების სახით. T უჯრედები თქვენი იმუნური სისტემის დამცველებივით არიან. ისინი აქტიურად გამოდიან, ეძებენ ინფიცირებულ უჯრედებს და ანადგურებენ მათ. სამწუხაროდ, იმის გამო თუ როგორ მუშაობს ჰანტავირუსი, სწორედ ის T უჯრედები, რომლებიც უნდა დაგიცვათ, საბოლოოდ ზიანს მოგაყენებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ემზადებიან თქვენი ენდოთელური უჯრედების დასასხმელად. კვირის ბოლოსთვის ვირუსული დატვირთვა თქვენს ორგანიზმში უზარმაზარია. როგორც ტროას ცხენი, ვირუსი ფაქტობრივად თქვენს ორგანიზმში შეუშვეს და მიეცა შესაძლებლობა გავრცელებულიყო. მტერი უკვე კედლებს შიგნითა და მცველებმა მხოლოდ ახლა გააცნობიერეს, რომ ქალაქი იფხრობა. ნელ-ნელა თქვენს სისხლში ციტოკინების დონე იწყებს ზრდას. ციტოკინები არის ცილები, რომლებიც იმუნური სისტემისთვის მაცნეების როლს ასრულებენ და ფაქტობრივად ქმნიან საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც ორგანიზმის თავდაცვას კოორდინირებს. ისინი გასცემენ ბრძანებას T უჯრედებს, რომ შეუტიონ და თქვენს სხეულში ნამდვილი ჯოჯოხეთი ატყდება. ეს არის გიგანტური დენთის კასრი, რომელიც ნაპერწკალს ელოდება, რომ ყველაფერი ააფეთქოს. მე-15 დღე. იღვიძებ და თავს უცნაურად გრძნობ. არაფერი სერიოზული, უბრალოდ თავი ოდნავ გტკივა და ცოტა მოთენთილი ხარ. ალბათ ის ვირუსია, რომელიც ოფისში დადის. საათები გადის და სიმპტომები მძაფრდება. როგორც კი თავში კრუ ფეთქვა ძლიერდება, კონცენტრაცია გიჭირს. სახლში მისვლისას უკვე მსუბუქი სიცხე გაქვს. ცოტა იტანჯები, მაგრამ განსაკუთრებული შეშფოთება არ გაქვს. ალბათ უბრალოდ გაციება. ტკივილ გამოყუჩებელი და დასვენება საკმარისი უნდა იყოს. მე-16 დღეა. მძიმე ღამის შემდეგ კიდევ უფრო ცუდად იღვიძებ. ტემპერატურა უკვე აღარ არის დაბალი. შენი სხეული ერთდროულად სახცახებს და ოფლიანობს, როცა სიმპტომებთან ბრძოლას იწყებ. მაგრამ ეხლა უკვე მხოლოდ სიცხე და თავის ტკივილი აღარ არის შენი პრობლემა, არამედ მიალგიაც. კუნთების ტკივილი, ღრმა და ძლიერი ტკივილი, რომელიც მთელ სხეულში პულსირებს. შენი მხრები, ფეხები, თეძოები და თუნდაც წელის ქვედა ნაწილი ყველა წვის შეგრძნებას განიცდის. მე-17 დღე. მდგომარეობა უარესდება. თავის ტკივილი ახლა უკვე მიგრენაა. ის ბუნდოვანი დაღლილობის შეგრძნება ახლა უკვე სრული სისუსტეა. დაღლილი ხარ, სიცხიანი და ყველაფერი გტკივა. სკვეთ რომ აღარ გინდა მარტო იტანჯო და ექიმთან მიდიხარ. ისიც ზუსტად იმას გეუბნება, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ფიქრობდი. ალბათ უბრალოდ გრიპის მძიმე ფორმაა. ყველაფერი რაც გჭირდება, არის სითხეების მიღება, თვითიზოლაცია, რომ სხვებს არ გადასდო ინფექცია, ტკივილ გამოყუჩებლების მიღება და ბევრი დასვენება. მე-18 დღე. ფიქრობდი, რომ სიმპტომები უკვე ყველაზე მძიმედ იყო გამოვლენილი. შეცდი, შენ სხეულში ვირუსი კვლავ ვრცელდება. შენი T უჯრედები გააფთრებულად ესმიან თავს შენსავე ენდოთელურ ქსოვილს. ამ შინაგან ბლოლას ახალ მძიმე ფორმაში გრძნობ. მუცელცელში მწვავე გამჭოლი ტკივილები გავსებს. იმავე დღეს შენი კუჭ-ნაწლავის სისტემა საპასუხო რეაქციას იწყებს. იწყება გულისრევა, ღებინება და დიარეა. გაიძულებური ხარ, დღის დიდი ნაწილი აბაზანაში მოხრილი გაატარო და ილოცო, რომ ეს გადაიტანო. მე-19 დღე. ვერაფერს ინარჩუნებ კუჭში. წონას კარგავ. კუნთების ტკივილი ძლიერდება და ისეთი მარტივი რამეც კი, როგორიცაა სამზარეულოში გასვლა და სასმის ჩამოსხმა, ენერგიას გართმევს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი ბევრად უფრო გაუარესდება. მე-20 დღე, რაც ბოლო 1 კვირის განმავლობაში გადაიტანე, ინფექციის მხოლოდ პირველი ფაზა იყო. პაციენტების უმეტესობისთვის საწყისი სიმპტომების გამოვლენიდან 4-დან 10 დღეში იწყება მეორე ფაზა, რომელიც პირველ ფაზას უბრალო გახურებად აქცევს. ვირუსური ნაწილაკების ჩასუნთქვიდან 20 დღის შემდეგ იღვიძებ და მაშინვე გძნობ, რომ რაღაც შეიცვალა. ეს შენი სუნთქვაა. და ეს არ არის ის, რასაც ჩვეულებრივ ამჩნევან ფიქრობ. ეს ერთ-ერთი იმ პროცესთაგანია, რომელიც ავტომატურად ხდება, სხეულის ფონის ფუნქცია, რომელსაც ტვინი თავად არეგულირებს. ეხლა ასე აღარ არის. ეხლა ეს ერთადერთი რამაა, რაზეც შეგიძლია იფიქრო და კონცენტრირდე და ცდილობ გააკონტროლო, აიძულო შენი სხეული მეტი ჰაერი შეისუნთქოს, მაგრამ ამას ძლივს ახერხებ. ოველი ჩასუნთქვა უფრო სუსტი და ზედაპირულია, ვიდრე ადრე. ეს ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომის ყველაზე საშიში ნაწილია. ეს ის მომენტია, როცა შენი გუმკედი იწყებს შეკუმშას, თითქოს უხილავი ძალა გიჭერს.
ყოველი მცდელობა თავი დააღწიო, ვერ გაძლევს იმ შვებას, რომელიც ასე ძალიან გჭირდება. პანიკაში ვარდები, ფეხზე დგები და იწყებ სიარულს. სტილობ ღრმად ისუნთქო, ან დაახველო, რომ ფილტვები გაიწმინდოს. არაფერი შველის. გული უფრო სწრაფად გიცემს. ეს ბუნებრივი რეაქციაა, როცა ორგანიზმში ჟანგბადის დონე იკლებს. სულ თქვაც გიჩქარდება, რადგან შენი სხეული ცდილობს მიიღოს ჰაერი, რომელიც სიცოცხლისთვის ჭირდება. ეს ნორმალური არ არის, ეს გრიპი არ არის. ეს ბევრად უარესია და მარტო ვერ დაამარცხებ. 1 საათის შემდეგ მეგობარი სასწრაფოდ მიჰყავს გადაუდებელ განყოფილებაში. შენი სხეული თითქოს ცეცხლშია. ზუმთქვა გიჭირს. გიჭირს გონზე დარჩენა. შენი სხეულის ციტოკინური ქარიშხალი სრული ძალით მიმდინარეობს. შენი საკუთარი იმუნური სისტემა გესხმის თავს და იყენებს დამწვარი მიწის ტაქტიკას. ეს მისი ბოლო სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ ვირუსი შენი სხეულიდან გააძევოს. ანთებითი ქიმიკატების ნაკადი გამოიყოფა, როცა შენი იმუნური სისტემა რეაგირებს. შენი სისხლძარღვები იწყებს გაჟონვას. პლაზმა ტოვებს შენს სისხლძარღვებს და გადადის გარშემო ქსოვილებში, მათ შორის ფილტრებშიც, ვებშიც. როცა სითხე გროვდება, სუნთქვა უფრო და უფრო რთულდება. ეს არის მიზეზი, რატომაც გონია, რომ ყოველ წამს ჰაერისთვის იბრძვი. სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიყავ ხარ, ფერმკთალი ხარ. სუნთქავ არაჯანსაღი სიჩქარით და შენი არტერიული წნევა ეცემა. შენი ერთი შეხედვითვე მორიგი ექთანი სწრაფად უხმობს ექიმს. 21 დღე ექიმები და ექთნები აჩქარებულად დარბიან. შენ საწოლთან შეკითხვებს სვამენ. სასოწარკვეთილები ცდილობენ მეტი გაიგონ შენს ავადმყოფობაზე. გეკითხებიან ბოლო დროს სადმე დასასვენებლად ხომ არ ყოფილ ხარ. შენ ახსენებ კოტეჯს და ექიმის თვალში ცნობის ნაპეწკალს ამჩნევ. ის ექიმი სწრაფად ნიშნავს გულმკერდის რენტგენს. როცა სურათი მზად არის, ექიმის გამომეტყველება უცებ იცვლება. ჯამთელი ფილტვების ნაცვლად, სადაც რენტგენზე შავი, სუფთა ადგილები უნდა ჩანდეს, სურათზე დიურატზე დიდი თეთრი ლაქებია. სითხემ შენი ფილტვები შეავსო. ეს პლაზმა, რომელიც ნელ-ნელა ჟონავს შენი სისხლძარღვების ხვრელებიდან. ის პირდაპირ შიგნიდან გახჩობს. შენი ჟანგბადის გაჯერების დონე ეცემა და გონება უფრო და უფრო დაბინდული ხდება, რადგან ვერ იღებს საჭირო ენერგიას. ექიმმა იცის, რომ დრო იწურება. ეს ინფექციის ყველაზე კრიტიკული ეტაპია. მომდევნო 48 საათი შეიძლება შენი ბოლო იყოს. ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომის სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია. 38% იმ პაციენტებიდან, ვისაც შენაირი სიმპტომები უვითარდება, დაავადება კლავს. ეს იგივე რაც რუსული რულეტკის თამაში 2 ტყვიით. შენ გადაგიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და დაგაძინეს. არ არსებობს განკურნება, ვაქცინა, არც ჯადოსნური აბი, რომელიც ყველაფერს გააუმჯობესებს. მაგრამ მაინც არსებობს მკურნალობის გზები. შენს ტრაქეაში მილი შეგიყვანეს. აპარატი იწყებს ჟანგბადის მიწოდებას შენს ფილტრებში, რომ არ ჩაიკეცონ. შენს სხეულს ეს აღარ შეუძლია. მიუხედავად ასეთი მკურნალობისა, ექიმები არნიშნავენ, რომ არსებობს ძალიან რეალური რისკი, რომ შეიძლება ვერ გადარჩე. ისინი შეძლებენ შენი სხეულის მხარდაჭერას, მაგრამ მაინც შენს სხეულს მოუწევს თავისი წვლილის შეტანა, რომ როგორმე შეაჩეროს გაჟონვები და გამოასწოროს ის ზიანი, რაც ვირუსმა გამოიწვია. არსებობს 2 გზა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. შენი ისტორიის 2 შესაძლო დასასრულია. ერთი კარგი, მეორე ცუდი. კარგ დასასრულში შენ ახერხებ კრიტიკული ფაზის გადალახვას. ამ ეტაპზე ისტორია გვიჩვენებს, რომ პაციენტები ხშირად საკმაოდ სწრაფად ახერხებენ გამოჯამრთელებას საწყისი სასუნთქი კრიზისის შემდეგ. ფილტვებში სითხე ნელ-ნელა კრება და სუნთქვა უფრო მარტივი ხდება. ცუდ დასასრულში კი შენი სხეული ვერ პოულობს საჭირო ძალას, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს. ვირუსის ზეწოლის ქვეშ, მიუხედავად დამხმარე მკურნალობისა, სხეული ვერ უძლებს დატვირთვას. ფილტვები მთლიანად ივსება სითხით, რაც სუნთქვის უკმარისობას იწვევს. ამასობაში გულის მუშაობა სუსტდება სითხის გაჟონვის გამო, რაც იწვევს ჰიპოტენზიას და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსს. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოები, როგორიცაა თირკმელები, ასევე შეიძლება გამოეთიშოს და პაციენტი იღუპება. იმ შემთხვევებში, როდესაც სითხის დაგროვება დროულად აღმოაჩინეს და მკურნალობა დაიწყეს, გადარჩენის შანსი იზრდება. დღეები 22-დან 25-მდე. ექიმები და მედდები ყურადღებით აკვირდებიან თქვენ სასიცოცხლო მაჩვენებლებს, სანამ ღამით გძინავთ, რომ შეამჩნიონ გაუმჯობესების რაიმე ნიშანი. ნელ-ნელა ეს ნიშნები ჩნდება. თქვენ სისხლძარღვებში გაჟონვა ბოლოს და ბოლოს იწყებს შემცირებას. ეს დაავადების დიურეზული ფაზაა, ეტაპი, როდესაც თქვენი კაპილარები და სხვა სისხლძარღვები ისევ იწყებენ თავის შექურას, ხვრელების დახურვას და სითხის გაჟონვის შეჩერებას. მაგრამ ჯერ კიდევ რჩება პრობლემა, რომ ეს სითხე თქვენს ფილტვებშია. ამის მოსაგვარებლად, თირკმელები გადადიან გადატვირთულ რეჟიმზე. თქვენს ორგანიზმს როგორმე უნდა მოიშოროს ეს სითხე. ყველაზე პირდაპირი გზა შარდის გამოყოფაა. ამიტომ თქვენი ორგანიზმი საათების განმავლობაში ლიტრობით სითხეს გამოყოფს. ნელ-ნელა ის თეთრი ლაქები თქვენს რენტგენზე იწყებს შემცირებას და ექიმებს შეუძლიათ ნელ-ნელა შეამცირონ დამხმარე სისტემების გამოყენება, რომლებმაც თქვენი სიცოცხლე შეინარჩუნეს. ექიმები გაღვიძებენ სედაციიდან, იღებენ მილებს, რომლებიც თქვენს ორგანიზმს კვებავდა. ბოლოს გადაგიყვანენ რეანიმაციიდან ჩვეულებრივ პალატაში, სადაც გამოჯანმრთელებისთვის დროს გაძლევენ. თქვენი სხეულის სერიოზულ ტრავმას გადაუჭა. თქვენი ფილტვები წინა ხაზზე იყვნენ და სუნთქვა კიდევ დიდ ხანს გაგიჭირდებათ. ეს არ არის ის, რისგანაც რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდებით. ჯანმრთელდებით.
ეს არის დაავადება, რომელიც ტოვებს დარჩენილ ეფექტებს, დაღლილ ეფექტებს, სუნთქვის გაზნელებას და გონების დაბინდვას 6 თვემდე, ან ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდ ხანს. თქვენ ჯოჯოხეთი გამოიარეთ. საკმაოდ ბევრი დაიგელით და ისეთი მარტივი რაღაცებიც კი, როგორიცაა წამოჯდომა და საუბარი ჯერ კიდევ გიჭირთ. მაგრამ ცოცხალი ხართ. თქვენ ხართ იმ 62%-ში, ვინც გადარჩა HPS. იღბლიანებს შორის ხართ, მაგრამ ყველა ვირუსის ისტორია აქ არ მთავრდება. ზოგიერთი სრულიად ბუნებისგან შორს იწყება. ება. გაიგეთ ნამდვილი ამბავი იმ ვირუსებზე, რომლებიც სინამდვილეში ლაბორატორიიდან გაჟონა და ნახეთ როგორ უკავშირდება ყველაზე საკამათო აფეთქებები იმ ადგილებს, რომლებიც მათ შესასწავლად იყო შექმნილი. ან უკურეთ ამას.